მე როგორც რაჭველი ვთვლი, რომ კარგად ჩაძელილი ლობიო ნამდვილი რაჭული კერძი. არომატული, გემრიელი, მოხარშული რაჭულ ლორთან ერთად, მიბრძანებული ხრაშუნა მჟავეულობასა და ცხელმჭადთან ერთად. რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი? ხო და მოდით მოვამზადოთ. ლობიო კარგად მოვხარშოთ, ალკე მოვშუშოთ ხახვი, ნიორი და ტომატ პასტა. დავუმატოთ ჩვენს ლობიოს. კარგად ჩავზილოთ და შევასუნელოთ სანელებლებით და მარილით. ბახჩიდან მოკრეფილი მწვანილიც არ დაგვავიწყდეს. მე მხოლოდ ქინძს ვიყენებ. ხრაშუნა მჟაველს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში მე მხოლოდ ჩემს დედამთილს ან იაკამოს ვენდობ. ნიორი უკვე გარჩეული, ხრაშუნა და წვნიანია. რესპიკული კი ისეთი გემრიელი და ხრაშუნა ბებოს მომზადებულისგან ვერც განასხვავებთ. საოცარი ამინდი იყო, ამიტომ ვახშამი ეზოში გადაწყდა. დავასერვიროთ მჟავეული, ნიორი, პიკული, წიწაკა, ჭარხალი და რა თქმა უნდა უცხარესი ჰალაპენიო. გემრიელი კნატუნა ჭადებით შევაპიწყინეთ, რა თქმა უნდა რძიან სულგუნთან ერთად. იდეალური ტანდემია. სახელდახელოდ მოხარშული და შეზავებული ლობიო, როსფერი მჭადები. მჟავეულის ასორტი, რომელმაც სუფრა ასე გაახალისა. ეს ზუსტად ის მომენტია, როცა ჩემში რაჭული სისხლი ატუღდა. გემრიელად მიირთვით.